პომიდორის და ბადრიჯნის კომბინაცია ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ სალატში კანგაცლილი პომიდორი გამოვიყენე და თავისი სათქმელი ნამდვილად თქვა. ვიდეოს ბოლოში მჭადების რეცეპტიც დაგხვდებათ, რომელსაც ძალიან ბევრი მთხოვდა ნიგზიანი მწვანელობიოს შემდეგ. ერთი თავი წითელი ხახვით დაჭერით მეოთხედ რგოლებად. შემდეგ წვრილად დაკეპეთ მწვანილი, ქინძი, ოხრახუში და რეჰანი. დანის გასუფთავების პროცესი ძალიან მსიამოვნებს. იმედია თქვენც იგივე შეგრძნება გეუფლებათ. შემდეგ გაჭრილდეთ 3 კბილი ნიორი. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი თქვენი გემოვნებით და მოასხით ცოტა ძმარი. შემდეგ ხელით ამოურიეთ და დაუმატეთ კანგაცლილი და დაჭრილი 2 ცალი პომიდორი, რომელსაც მე ტაკუნები დავუსერე, დავასხი ცხელი ადუღებული წყალი, გავაჩერე 5 წუთი და შემდეგ გადავალე ცივი წყალი. ამის შემდეგ კანი ძალიან მარტივად სცილდება პომიდორს. პომიდორის შემდეგ დავუმატეთ შემწვარი 3 ცალი ბადრიჯანი. ბადრიჯანი დავჭერი შედარებით მსხვილ ნაჭრებად, ესე უფრო მომწონს მირთმევის დროს და ნაზად ამოურიე იმისთვის, რომ არ დაიშალოს პომიდორი. შემდეგ ლამაზად დაასერვირეთ და გადავიდეთ ახლა მჭადებზე. თასში გადაიტანეთ 500 გრამი მჭადის ფქვილი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, დაასხით 600-700 მl თბილი წყალი ან მინერალური წყალი. მოზიდეთ სომი, ხელით მიეცით გუნდების ფორმა და გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე. მე გირჩევდით საცხობი ქაღალდის დაფენას. აწყოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთი. ღუმელის სიმძლავრეს გააჩნია. გემრიელად მიირთვით.